ადამიანი აქ მხოლოდ დამკვირვებელი. ბუნება კი მთავარი მსახიობია. მას რომაელებისათვის გაწეული მედგარი წინააღმდეგობისა და ხალხის უდრეკი ხასიათის გამო ტიერა დე რეზისტენციას წინააღმდეგობის მიწას ეძახიან. მწვანე მთები, ჯიუტი ტალღები და ციცაბო კირქვოვანი კლდეები განსაზღვრავს მის ნამდვილ სახეს. კაცს, დაუნდობელს, მაგრამ საოცრად ლამაზს. აქ მდებარე რკინის უზარმაზარი მაღაროს ადგილი ბუნებამ დაიბრუნა და დღეს 750 ჰექტარზე კაბარსენოს ბუნებრივი პარკია გაშენებული. იგი არ არის ტრადიციული ზოოპარკი. აქ ცხოველები ღია, ნახევრად ველურ გარემოში ცხოვრობენ. ეს არის ცოცხალი ლაბორატორია, სადაც მეცნიერები იკვლევენ ქცევას, გამრავლებას და ცხოველთა გადარჩენის ახალ გზებს. პარკს ზემოდან დაჰყურებს საბაგირო გზა, საიდანაც პარკი ჰგავს ერთგვარ მოზაიკას, მწვანე ქვაბულებით, ოქროსფრად განათებული ბილიკებით და ცხოველებით, რომლებიც თითქოს აფრიკის ველურ დასახლებაში ცხოვრობენ. სწორედ აქ, ზღვასთან, მწვანე მთებსა და ოქროსფერ პლაჟებს შორის მდებარეობს კომილასი. პატარა დაბა და მუნიციპალიტეტი დიდებული ისტორიით. იგი ცნობილია ანტონიო გაუდის ქმნილებით ახირება. გაუდის ერთ-ერთი პირველი შედევრით, რომელიც წრიულ ფორმებს, გზეს და ბუნებას ერთ მთლიანობაში აერთიანებს. ეს არის გაუდის ადრეული სტილი, რომელიც აქედანვე მიანიშნებს ენიოსზე, რომელიც მომავალში ბარსელონას მოულოდნელ სასწაულად აქცევს. აქვეა სობრენანოს შთამბეჭდავი ნეოგოთიკური სასახლე, რომელიც მარკიზ დე კომილასის მიერ აშენდა. მარკიზმა კომილასმა 1881 წელს აქ ასევე მის მიმდებარე ტერიტორიას და პონტიფიკური პაპის უნივერსიტეტის შენობებზე განათავსა თომას ედისონის ბრენდული ელექტროგაყვანილობა და ნათურები. ამიტომაც ამბობენ, რომ კომილასი იყო პირველი განათებული ქალაქი ესპანეთში, სიტყვასიტყვით და ფიგურალურად. ამ ლამაზი რეგიონის ღირსშესანიშნაობებს შორის უნდა გამოვყოთ ასევე არქიტექტორ რენცო პიანოს ქმნილება ცენტრო ბოტინი. რეგიონის ქალაქ სანტანდერში მდებარე თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა ჩრდილოეთ ესპანეთში. ამ ყველაფრის ნახვა კი მხოლოდ კანტაბრიაში არის შესაძლებელი. მოგესალმებით. დღეს კანტაბრიის ავტონომიურ საზოგადოებას გავეცნობით. მისი დედაქალაქია სანტანდერი. ამ ქალაქის ფესვები რომის იმპერიის დროინდელ პერიოდს უკავშირდება. იგი იმპერატორ ავგუსტუსმა ძველი წელთაღრიცხვის 26 წელს დააარსა, როგორც პორტუს ვიქტორიაე, ანუ გამარჯვების პორტი. მისი მოსახლეობაა დაახლოებით 600,000, როგორც ავტონომიურ რეგიონს გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. კანტაბრია მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ მწვანე ესპანეთს, რომელსაც ბისკაის ყურესა და კანტაბრიის მთებს შორის მდებარე მიწის ზოლს უწოდებენ ხოლმე. იგი ევროპაში ერთ-ერთი უძველესი დასახლებული სივრცეა. კანტაბრიაში არქეოლოგიური ძეგლები ზედა პალეოლითის პერიოდიდან მოდის, თუმცა ადამიანის დასახლების პირველი ნიშნები ქვედა პალეოლითით თარიღდება. გამოქვაბულის ნახატების ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ალტამირას გამოქვაბულია, რომელიც 9 სხვა კანტაბრიულ გამოქვაბულთან ერთად იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული. მის მღვიმეებში, განსაკუთრებით ალტამირას მღვიმეში დაცულია 27-36,000 წლის წინანდელი არტეფაქტები. ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში კანტაბრია დასახლებული იყო მებრძოლი ტომებით, კანტაბრებით, რომელთაც ძლიერი, მთაზე დაფუძნებული კულტურა ჰქონდათ. კანტაბრები ისტორიაში შევიდნენ როგორც ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი ხალხი, რომელიც
რომს შეხვედრია ოდესმე. აუგუსტუსმა პირადად გააჩაღა კანტაბრიული ომები, რათა ტომები არ ნებდებოდნენ და ახორციელებდნენ მთებიდან მოულოდნელ შეტევებს. კეტავდნენ გზებს და სამხედრო მიზნებით კარგად იყენებდნენ ადგილობრივ რელიეფს, ტყეებსა და კლდეებს. 10 წლიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ რომმა მოახერხა რეგიონზე კონტროლის მოპოვება, მაგრამ კანტაბრები პერმანენტულ აჯანყებებს მაინც აწყობდნენ და ამიტომაც არის, რომ მათი სახელი საბოლოო ჯამში წინააღმდეგობის მეტაფორად იქცა და ამ მიწას წინააღმდეგობის მიწა ეწოდა. მე-19 საუკუნეებში კანტაბრია გახდა კასტილიის ბირთვი. ამასთან გაჩნდა მონასტრების ქსელი, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი საყრდენი იყო და ამ ქსელის შექმნის სულისჩამდგმელი კანტაბრიელი ბერი ბეატუს ლიებანელი იყო. იგი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი იყო, რომელიც ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც ესპანეთის დიდი ნაწილი არაბთა ხალიფატს ეკავა, ხოლო ჩრდილოეთ ქრისტიანული სამეფოები საკუთარ იდენტობას ეძებდნენ. მისი მთავარი ქმნილება აპოკალიფსის კომენტარები გახდა არა მხოლოდ თეოლოგიური ტექსტი, არამედ ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ძეგლი. იგი ქრისტიანული პოლიტიკური ერთობის იდეოლოგს წარმოადგენდა და იყო იმ ადამიანთაგანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ განსხვავებული სამეფოები საერთოდ წმენამ უნდა გააერთიანოს. მან კანტაბრიიდან ფაქტიურად მთელი ევროპის ფიქრი შეცვალა. მისმა იდეებმა ჩაუყარა საფუძველი იმ პროცესს, რასაც შემდგომში რეკონკისტა ეწოდა და რაზეც წინა ვიდეოებში გვაქვს საუბარი. მის ნაწარმოებში წარმოდგენილია ერთ-ერთი პირველი შუა საუკუნეების ტიპის რუკა, რომელიც სამყაროს ქრისტიანული კოსმოლოგიით ხსნიდა. ბეატუსის რუკები თავის მხრივ დასავლური გეოგრაფიისა და კარტოგრაფიის საფუძველი გახდა. მე-11-მე-15 საუკუნეებში კანტაბრია საბოლოოდ ინტეგრირდა კასტილიის სამეფოში, მაგრამ რეგიონი ამ შემთხვევაშიც ინარჩუნებდა ძლიერ ადგილობრივ იდენტობას. კანტაბრიის თანამედროვე პროვინცია 1778 წლის 28 ივლისს პუენტე-სან მიგელში, რიონიტში შეიქმნა. ეს ღონისძიება ყოველწლიურად 28 ივლისს აღინიშნება. პროვინციის დეპუტატებისა და ეროვნული პარლამენტის წევრებისაგან შემდგარმა შერეულმა ასამბლეამ ავტონომიის შესახებ კანონპროექტის შემუშავება 1979 წლის 10 სექტემბერს დაიწყო, ხოლო 1981 წლის 30 დეკემბერს ესპანეთის მეფემ ხელი მოაწერა კანტაბრიის ავტონომიის შესახებ შესაბამის ორგანულ კანონს. ამრიგად, სანტანდერის პროვინციამ კასტილიასთან კავშირი გაწყვიტა და დატოვა კასტილია-ლეონის ყოფილი რეგიონი, რომელსაც ის იმ დრომდე ეკუთვნოდა. კანტაბრიას როგორც ავტონომიურ რეგიონს გააჩნია ხელისუფლების საკუთარი ორგანოები. კანტაბრიის საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს კანტაბრიის პარლამენტი, რომელიც წარმოადგენს კანტაბრიის წარმომადგენლობით ორგანოს. იგი შედგება საყოველთაო თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული 35 წევრისაგან. პარლამენტის ძირითადი ფუნქციებია საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება, ავტონომიური თემის ბიუჯეტის დამტკიცება და კანტაბრიის მთავრობის კონტროლი. კანტაბრიის აღმასრულებელი ორგანოა კანტაბრიის მთავრობა. კანტაბრიის მთავრობა პასუხისმგებელია აღმასრულებელი და მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებაზე. კანტაბრიის მთავრობა შედგება პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და ჩვეულებისაგან, რომლებიც მინისტრის ტოლფას თანამდებობის პირებს წარმოადგენენ. პრეზიდენტი წარმოადგენს კანტაბრიის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირს. პრეზიდენტს ირჩევს კანტაბრიის პარლამენტი და ფორმალური პროცედურების საფუძველზე მას ამტკიცებს ესპანეთის მონარქი. თავის მხრივ პრეზიდენტი ნიშნავს მთავრობის წევრებს. კანტაბრია იყოფა 102 მუნიციპალიტეტად, რომლებიც ძირითადად რამდენიმე დაბას მოიცავს და თითოეულ მუნიციპალიტეტს მართავს საკუთარი საქალაქო ან და მუნიციპალური საბჭო. გარდა მუნიციპალიტეტებისა, კანტაბრიაში მოქმედებს მუნიციპალური გაერთიანებები, რომლებიც ემსახურებიან საერთო ინფრასტრუქტურის, ბუნების დაცვით, ტურიზმის სფეროსა და სოციალურ სერვისებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუნიციპალური გაერთიანებები თავის მხრივ არ არიან იურიდიული სტატუსის მქონე და არ გააჩნიათ ოფიციალური მმართველობითი ორგანოები. ასე გამოიყურება ესპანეთის ეს პატარა და საინტერესო ავტონომიური რეგიონი. ჩვენ კი დღეს ამით გემშვიდობებით, დროებით.